ახალგაზრდა გამომგონებელთა გამოფენა თეთრი სახლის რამდენიმე ოთახში განაწილდა. პრეზიდენტი ობამა თითოეული პროექტის ავტორს გაესაუბრა. დაწყებითი სკოლის მოსწავლეებმა მას პარალიზებული ბავშვებისთვის გამოგონილი წიგნის გადასაფურცლი აპარატი აჩვენეს. დაამთავრებელი კლასის მოსწავლემ, რომელიც ვაშინგტონში, ნიუ-მექსიკოდან ჩამოვიდა, პრეზიდენტს ენერგიის დაზოგვის მისეული ხედვა გააცნო. მოგვიანებით პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს ახალგაზრდები უფროსებისთვისაც სამაგალითონი არიან. ეს პატარა მეცნიერების სპეციფიური კვლევების გარდა სხვა რამესაც გვასწავლიან, თუ როგორ დაუსვათ კითხვა მზად დასკვნებს, რისთვისაა შექმნილი ესა თუ ის მეთოდი და როგორ გავაუმჯობესოთ ის. შეგვახსენებენ, რომ ყოველთვის არის რაღაც ახალი, რაც უნდა სცადო, შეისწავლო ან აღმოაჩინო. წარმოსახვა უსაზღვროა და არასოდესაა რაიმეს შექმნა ან აღმოჩენა არც ნაადრევი და არც დაგვიანებული. გამოფენაში მონაწილეობა 30 შტატის 100-ზე მეტმა სკოლის მოსწავლემ მიიღო, რომელთაც დაახლოებით 40 სამეცნიერო კონკურსზე გაიმარჯვეს. ობამამ მათ ინოვაციებზე მუშაობის გაგრძელებისკენ მოუწოდა და ამერიკაში სამეცნიერო გამოგონებების მეტად წახალისების აუცილებლობაზე ისაუბრა. 5 წლის წინ დავიწყეთ კამპანიას სახელწოდებით განათლება ინოვაციისთვის, რათა მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიის და მათემატიკისადმი მოსწავლეების მეტი ყურადღება მიგვეპყრო. მოხარული ვარ გაუწყოთ, რომ ბიზნესებმა, სკოლებმა და ფონდებმა დამატებით 240 მილიონი გამოყვეს, რათა ბავშვებს სამეცნიერო საგნების შესწავლაში დაეხმარონ. პრეზიდენტის თქმით, ამ საგნების დაუფლების შანსი თითოეულ სტუდენტს უნდა ჰქონდეს და უსახსრობამ მათ ხელი არ უნდა შეუშალოს. ამ ეტაპზე უნივერსიტეტებმა და კორპორაციებმა სკოლებში სამეცნიერო საგნების პოპულარიზების მიზნით $1 მილიარდიანი ფონდის შექმნის პირობა დადეს. მაია ქვარცხავა, ზლატიცა ჰოუკი, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.